და შევიდა სული იროდიასი და მოკვიდა და სტუნდა იროდის და მისთანა მეინახეთა და რქვა იროდი მეფემან ქალსამა ყოველ აიცადნება და მისწერშე და ეფუცა მასუთარდე და საითხო მისცე შევიდრე ზოგადმდე ებობისა ჩემისა ხოლო იგი გამოვიდა და კითხა დედასათვისა თვითამედ რა იხო, ხოლო მან თქვა მას, თავი იოანე ნათლისმცემელისა და შევიდა ქალები, ისრაელი მეფისა და თქვა, ნებას რა თაწვე მომცემელ აზრთა, თავი იოანე ნათლისმცემელისა და ამწუხარე იქნა იროდი მეფე, ხოლო ოფიცისა მისისათვის და მისთანა მეინახეთა, არა ინება შეურაცხყოფა, ალისანი და მეხსეულად წარავინა მეხმელისი და უბრდა ნამოღება თავი მისი ხოლო იგი წარვიდა და მოკვეთა თავი დაპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხვენითა და მისცა ქალსამას და ქალმანმა მიართვა დედასათვისა როგორც წერია გადმოცემით როგორც ვიცით თვით მოკვეთილმა თავმაც კი ამხილა ჰეროდე მეფე და კიდევ ერთხელ მიმართა ჰეროდე ცვენოდეს რომ შენი ძმის ფილიპეს ცოლი ყავს მოყვანილიო და მართლაც მიუხედავად აი დიდი სასწაულისა მაინც შესრულდა ეს დასჯა საშინელი და გასცემს ბრძანებას თვითონ ჰეროდია რომ მისი თავი გადაეგდოთ უწმინდურ ადგილზე, აი სიბინძურეშიც ჩაეგდოთ, მაგრამ აი ამ მეფეს ყავდა საფუხუცესი ქოზა და ამ ქოზას მეუღლემ იოანემ ეს თავი აიტანა ელეონის მთაზე და იქ დაკრძალა. ხოლო თვით გვამი იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა სებასტიაში დაკრძალეს და აი სწორედ ასე დამთავრდა წმინდა წინასწარმეტყველი წინამორბედის იოანე ნათლისმცემლის სიცოცხლე ამ ქვეყნად. დღევანდელ დღეს
შეიძლება უწოდოთ მხილების დღე, სიმართლის თქმის დღე, რომ იოანე ნათლისმცემელი შეეწირა სიმართლეს, შეეწირა მხილებას. მოილოცეთ ვარძიის წმინდა ადგილები და რომ შევნიშნეთ ეს პატარა გამოქვაბული, დავინტერესდით თუ რა იყო იქ და რომ გადმოვედით, ტყვარი გადმოვლახეთ ფეხით, ნახეთ და აღმოაჩინეთ ეს დიდებული ტაძარი, თლად კლდეში გამოკვეთილი. ნუ გადავწყვიტეთ ჩვენ რომ ყოველწლიურად იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს წირვა ჩაგვეტარებინა. პირველ რიგში ჩვენი ეპარქიის სამდელოება მოდიოდა თითქმის 2 წლის განმავლობაში და შემდეგში უკვე სხვადასხვა ეპარქიებიდან სამდელოებაც მღვდელმთავრები მოემატნენ და აი ესე დაწესდა ეს დიდებული დღე. ალბათ შეიძლება ითქვას მთელი საქართველო უკვე იცის ამ დღესასწაულის შესახებ და დღესაც აი ეს მრევლის სიმრავლე ამაზე მეტყველებს რომ უკვე ხალხს აინტერესებს და მე კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო რომ ეს არის გამოხატულება აი ამ მრევლის, მორწმუნე მრევლის დიდი პატივისცემისა ჩვენი დიდი წინაპრებისადმი და კიდევ ერთი გამოხატულება იმისა რომ ჩვენ ერში რწმენა მართლაც ძლიერი არის და მტკიცე არის. აი აქ რომ ფეხით ამოვა, მტკვარსო გადმოლახავს ხალხი და ასეთ ადგილზე მობრძანდება, ნამდვილად ეს იმედის მომცემია რომ საქართველო ნამდვილად გაბწყინდება და საქართველო სულიერად აღორძინდება. ნამდვილად საოცარი დღე არის და აი ალბათ ეს იოანე ნათლისმცემლის მადლია რომ მთელი საქართველოზე იმოს და მთელი საქართველო არის აი აქ ამჯერად საქართველოს დასაწყისში ფაქტიურად და აქედან ულოცავს მე მინდა მიულოცო აქედან მთელ საქართველოს დღევანდელი დღე და შევთხოვო იოანე ნათლისმცემელს რომ გააძლიეროს ჩვენი ერი, გაამთლიანოს და რა ვიცი მე ყველაფერი მადლი წყალობა ღვთისა იყოს თქვენზე. არ ვიცოდით სახელწოდება ამ ადგილის და 100 წლის კაცი ცხოვრობდა ზემო ვარძიაში. უხუცესი პიროვნება ბაგრატს ეძახდნენ და ბაგრატა პაპას მოფერებით ასე ეძახდნენ და სწორედ ბაგრატა პაპამ მოგვიყვა ამ ადგილების შესახებ და ამ ადგილზე მიგვითითა რომ ის არის ამ ადგილს ეწოდება თავკეთულა. და საოცარია ჩვენ არ ვიცოდით აი ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს წირავდით ხოლმე და სწორედ აი 2 წლის შემდეგ როდესაც ჩვენ შევხვდით აი ამ მოხუც კაცს 100 წლის პიროვნებას რომელსაც ახსოვს აი აქ თურქობის პერიოდი რა დღეში იყო ეს მხარე სწორედ მან აი ამ ადგილს ზემიგვითითა და გვითხრა რომ მას ქვია თავკეთულა. მე-10 საუკუნის კლდეში ნაკვეთი ეკლესია და სამალავი თავშესაფარი, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ვერტაჟსა და სამერცხლეს უწოდებს, მტკვრის მარჯვენა მხარესაა, კანიონის მარჯვენა, მაღალი კლდის მასივში, სოფელ მირაშხანსა და ვარძიას შორის. ამ მნიშვნელოვანი კომპლექსის შესახებ წერილობით წყაროებში სამწუხარო ცნობები არ შემორჩენილა. კლდეში ერთმანეთის თავზე გამოჭრილი კარი და სარკმელი მთავარი ტრასიდანაც მოჩანს. მცირე შესასვლელი, რომელიც თავის დროზე კლდეში ნაკვეთი კამაროვანი გძივის სადგომით იყო დაფარული, ზემოთ მიმავალი დამრეცი კიბით გრძელდება. არა, მაგრამ აქედან ხოლმე გამიტუბდეს და კიბია. ბნელ ხვრელებში ასული მნახველი, კლდეში ნაკვეთი ეკლესიის მოულოდნელად ძალიან დიდ, ფართოდ გაშლილ და მონუსხურ სივრცეში დასავლეთის მონაკვეთის იატაკიდან ხვდება. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია მხოლოდ დასავლეთის სარკმლით ნათდება, მასზე არც სითქმის ბნელი, წირად განათებული, ნელი შუქით სავსე, ის ერთიანად გადაგეშლებათ. ეკლესია ტრიკონქის ტიპისაა. აფსიდათაგან ყველაზე დიდი აღმოსავლეთისაა და გეგმით ნალისებურია.
იგი ორსაფეხურიანი კიბით და ამბიონითაა ამაღლებული. ცენტრში კი დიდი, კვადრატული ტრაპეზია აღმართული. ორი განაპირა აფსიდა უფრო მომცროა. მათ აღმოსავლეთ კიდეებში სახატე ნიშებია ამოკვეთილი. ძალზე საგულისხმოა, რომ დღემდე კარგად შემონახული ეკლესიის დასავლეთის მკლავის კიდეში შემორჩენილი ფოსოები აქ არსებულ ხის პატრონიკეს ეკუთვნის, რაც ეკლესიის ზომებთან და მასშტაბთან ერთად აქ მნიშვნელოვანი რელიგიური ცენტრის არსებობას ცხადყოფს. მართლაც, აქ იყო ვერტაშის ნამონასტრალი. ესე იგი არაჩვეულებრივი გეგმები გვაქვს, რომ ხელი არ ვახოთ აქაურობას. ისე შეუნარჩუნოთ ჩვენ შილეს, როგორც ჩვენმა წინაპრებმა, ესე იგი ჩვენ განვუხსნეს ერთადერთი რაც გეგმები გვაქვს ის არის, რომ თუ როგორც ჩანს, აი წელს ძალიან ბევრი ხალხი იყო და შეიძლება გაიცათ მეტი ხალხი მოვიდეს. ეს აზრი გაგვიჩნდა, არ ვიცი თუ მოხერხდა, რომ იქნებ გახმოვანება გავაკეთოთ ისეთი, რომ ვინც ტაძარში ვერ დაეტევა, გარეთ დადგება ხალხი, მოისმენს წირვას და მერე რამდენიმე მოძღვარი გამოვა გარეთ და აზიარებს ადამიანებს. მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ ალბათ სულ მალე ალპინისტებს მოიყვანს და იქაც შესაძლებელი იქნება რა ინახება და რა არის იმ გამოკვეთილ კლდეში. ისე რომ ძალზედ საინტერესო კუთხე არის და შეიძლება ითქვას ეს ასათვისებელია როგორც სულიერი თვალსაზრისით, ისევე ისტორიული თვალსაზრისით. ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია ახალი დაარსებულია და მასში შედის ორი რაიონი, ახალქალაქი და ნინოწმინდა. ეპარქიაში 86 ტაძარია. მათ შორის უძველესი მე-6 საუკუნით თარიღდება. საინტერესოა სამსარის გამოქვაბულები, ქრისტიანული კულტურის საოცარი ძეგლები, 4000 წლის წინანდელი შაულისა და აბულის ციხეები. იერუსალიმისკენ მიმოვალი გზა აქ გადიოდა. თვით შოთა რუსთაველი, ჩვენი დიდი ქართველი პოეტი, სწორედ აქედან წასულა იერუსალიმში, აი ამ გზით. ვინც შემოვა და ნახავს ამ გამოკვეთილ ეკლესიას, წმუნდება რამდენად დიდი სულიერი დონე გააჩნდა ჩვენ წინაპრებს. აი ესეთი გრანდიოზული ხელით ნაკვეთი ეკლესია, მე ვფიქრობ, უტოლდება, შეიძლება უფრო მეტიც არის, ვიდრე კაპადოკიის ცნობილი სასალმოქმედი ეკლესია. ნამდვილად ბედნიერი დღეა, რომ აი დღევანდელ დღეს შევძელით ესე მოსვლა აქ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს თავკვეთურაში და ყველა ბედნიერება ჩვენი რუსთავის ქალთა ფონდი, რომ დღევანდელ დღეს ესე გადმოვცურებთ ეს. წამოდი. ამბობენ რომ დღევანდელ დღეს იძებს მტკვარი მარტო დაბლა, ყველაზე დაბალი დონე აი ამ პერიოდში არის და ისე რომ ხვდით გვეძლევა საშუალება რომ ფეხითაც გადმოვიდეთ და ამოვიდეთ აი ამ სიმაღლეზე და ტაძარში წირვას დავესწრით.
მივდივარ. ფეხები ისე მტკივა. რა განგებამ ღმერთმა მიშველა, როგორ გამომიყვანა. დიდება უფალო შენ ძალას, დიდება. თიშობელო ხალხ. დიდება ინდირა. დამოძდათვრამეტის ქუთაისიდან. პირველად ახარ თაკა. პირველად თავი არ გაგიჭირდათ გადმოსვლა. დიდება უფალო შენ და სიხარულით არ ვიცი რა გავაკეთოთ. მერთო შენ დიდება წმინდა იოანე ნათლისმცემელო შენ დიდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო დედაო შეგვიწიე და მასში Mama uçueno romeli khatatashi indai ჩვენ წყაროების მიხედვით ვიცით, მხოლოდ ის რომ ეს არის მე-10 საუკუნის ტაძარი. მე-10 საუკუნეშია გამოკვეთილი კლეში. ძველი სახელი, უძველესი სახელი ამ ადგილის არის ვერტაში. ესე ქვია ამ გამოქვაბულს. მოგვიანებით შემდეგ დაახლოებით 50-იან 60-იან წლებში ხალხური გადმოცემით სამერცხლე შეარქვეს ამ ადგილს და დღეს ამას სხვანაირად უწოდებთ, ესე იგი თავკვეთულას. ესეც რაღაც გარკვეული გადმოცემაა, თითქოს თავკვეთულა ერქვა, ოღონდ რა თქმა უნდა ზუსტად ეს არ ვიცით. და ამ ადგილის მოძიება, ამ ადგილის აღორძინება დაკავშირებული არის სულ უახლეს ჩვენს ისტორიასთან. მეუფე იობმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა ერთ-ერთი მოგზაურობისას ამ მხარეში, ერთ-ერთი მოლოცვისას თავის მოჩინებთან ერთად აღმოაჩინა ეს ადგილი. მეუფე იობი ყოველ წელიწადს დადის ასპინძის რაიონი არის ასეთი, სადაც არის თავკვეთულას ეკლესია. თავკვეთულას მონასტერი ყოფილი გამოქვაბულში არის და ყოველ წელიწადს დადის ხოლმე მეუფე და იმ დღესასწაულზე ატარებს იქ წირვას. წყალში გადიან ფეხით და შემდეგ ადიან მაღლა და იქ წირავენ. და რამოდენიმე წლის განმავლობაში იყო ესა და წელს მოხდა სასწაული. წელს, როდესაც მეუფე და მრევლი გადადიოდა, ვიღაც ფოტოგრაფმა გადაიღო სურათი. ამ სურათზე აღიბეჭდნენ სერაფიმები, ქერუბიმები, წმინდა ნინო, წმინდა აბიბოს ნეკრესელი, სულ ყველა წმინდანები და გვერდით კიდევ იყვნენ ანგელოზები და სულ ზემოთ იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. აი ეს გამოცხადება იყო და დანარჩენი თქვენ თვითონ მიხვდით. კიდევ ერთი დიდი დასტური არის აი ამ სურათის ეს ისევ ჩვენი რწმენის განსამტკიცებლად დაუშვა უფალმა, რომ დაგვენახა თუ რა ხდება, რამხელა ღვთის ფარველობა აქვს იმ მორწმუნე მრევლს, ვინც მართლაც რწმენითა და სიყვარულით მოდის აი ამ წმინდა ადგილს. განსაკუთრებულად ვიულოცო მეუფე ნიკოლოს დღევანდელი დღე სასიხარულოა, რომ აი ასეთი ადგილი არსებობს საქართველოში და სასიხარულოა, რომ ეს არის მეუფე ნიკოლოზის ეპარქიაში და მართლაც ბევრ სასწაულებთან არის დაკავშირებული ეს ადგილი, თუნდაც რაღაც გარკვეულ დიდ სიხარულს მოანიჭებს ადამიანს აქ მოსვლა. მე ყოველთვის რაც დაწერს და ეს დღესასწაული თითქმის ყველა დღესასწაულზე ვარ, არ გამისდენია და
ყოველთვის რაღაც უდიდეს განსაკუთრებულ სიხარულს გვანიჭებს აი აქ მოსვლა და აქ ლოცვა და მე ვცნობ რომ ასევე არის თქვენში რადგან ყოველწლიურად უფრო მატულობს ხალხი რომლებიც მოდიან აქ ამ დღესასწაულზე იოანე ნათლისმცემლისაგან ლოცვა კურთხევის და მადლის მისაღებად და მე შევთხოვ ხოლმე რომ კიდევ უფრო გაზრდილი იყოს ეს მრევლი კიდევ უფრო გაზრდილი იყოს ლოცველი ხალხი რომლებიც აქ მოდის განსაკუთრებული არის ის რომ ჩვენ ძალიან ბევრი დღესასწაულები გვაქვს გაძრებში და დღესასწაულზე მოდის ყველანაირი ხალხი მოდის მორწმუნეც მოდის ეკლესიურის მოდის ცოტა ესეთის და აი აქ ამ ადგილზე მოდის მხოლოდ და მხოლოდ მრევლი რადგან აქ მოდიან მხოლოდ და მხოლოდ სალოცავად და სხვა არანაირი არც სანახაობა აქ არ არის და ეს არის რა თქმა უნდა მადლი და წყალობა იოანე ნათლისმცემლისა მე შევთხოვ იოანე ნათლისმცემლს აი ამ ადგილიდან რომ გაამთლიანოს ჩვენი ერი როგორც აი აქ მოვდივარ ჩვენ ერთსულოვნად ყველა ადამიანი და შევთხოვთ უყვას ერთობას აი ესეთი ერთობა ყოფილიყოს მთელს ჩვენს ერში ჯერ უნდა გაერთიანდეს და გამთლიანდეს ერი და შემდგომ უფალი მოგცემს ჩვენ იმის მართს რომ გამთლიანდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზღვრები გამთლიანდეს და გაერთიანდეს მე დაგლოცავთ ყველას დიდი მადლობას მოვუხდი მეუფე ნიკოლოზ რომელიც ყოველთვის აქ მასპინძლობს და გვიმასპინძლებს და ასევე თქვენ ყველას დიდ მადლობას მოგიხდით იმისათვის რომ მოგზავნით აქ და ჩვენთან ერთად გაიზიარეთ აი ეს დიდი სიხარული. მერთმა დაგლოცოთ და გაგახარეთ. მადლობა. სინამდვილეში მეუფე თევდორე მასპინძლობს აქ, იმიტომ რომ მოძღვარიც მისი გამოგზავნილია, მე არც ერთი მდელი არ ამყავს ეპარქიაში, ასე რომ მაინდამაინც ვერ გიმასპინძლებთ და ყველანაირად, ესე იგი ფაქტიურად მეუფე თევდორე როგორც მასპინძლობდა ამ დღესასწაულს, აი დღემდე ესე გრძელდება და მე დიდი მადლობა ამითვისაც მინდა გითხრათ, ძალიან გვეხმარებით მეუფე. ბუხტის განგება იქნება წინა დღესასწაულზე ითქვა რომ აქ კარგი იქნება რომ ამათა მონასტერი გაიხსნას და ჩვენ ვცდილობთ ესე ადვილი არ არის მაგრამ შესაძლებელია თუ მოხერხდა როდესმე და ყოველ შემთხვევაში ასეა თუ ისე მაინც აქ მოსვლა და აი ამ შრომის გაწევა ამ ველურ ბუნებაში სწორედ იოანე ნათლისმცემლისადმი თაყვანისცემლის განსაკუთრებული გამოხატულებაა და ეს არის მე მინდა გითხრათ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომ დიდხანს ჩვენ ესე ვფიქრობდით ყველანი მეც მათ შორის როდესაც ახალციხეში ვსახურობდი რომ ეს ეკუთვნოდა ახალციხის ეპარქიას და მეუფე თევდორემ დიდსულოვნად აღმოაჩინა რომ ესე იგი ეს არის ახალქალაქის ეპარქია თურმე და დიდი სიხარულითა და სიყვარულით გადმოგვილოცა ეს დღესასწაული ჩვენ ცოტათი იცით თქვენ ჩვენი ეპარქია ცოტა მძიმე ეპარქია ხო და ესეთი დღესასწაულები და ესეთი ტაძრებით განებივრებულნი არა ვართ და მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მეუფე თევდორეს უთხრა ამისათვის რომ ესე იგი იმდენად გამოიწია ბოლომდე ყველაფერი სანამ არ აღმოაჩინა სრულებით წარმოუდგენელი რამ ყველაფერი აქ გარშემო არის ახალციხის ეპარქია და ეს დაახლოებით ესე იგი ძირითადად ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით ვჯელობთ ანუ ასპინძის რაიონია სულ მარტო ეს ადგილი არის ახალქალაქის რაიონი უცნაურია რა მაგრამ ეწყობა ღმერთმა ჩვენს ანუ გეშოთ ესე იგი ეს და მართალი გითხრათ ჩვენ ძალიან გვიხარია აი როგორც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამოირჩია უფალმა იმისათვის რომ ზეღბისა განკაცებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სხეულიდან აი ესე გამოირჩია ყოვლადწმინდა ესე იგი სამებამ გამოირჩია იოანე ნათლისმცემელი ჯერ კიდევ მისი წინაპრებით და მისი ცხოვრების ისტორია ძალიან გაქვს ღვთისმშობლის ცხოვრების ისტორიასაც მისი შობა მისი შობლების მისი წინაპრების ამბავი გამოირჩია იოანე ნათლისმცემელი იმიტომ რომ მას ესეთი საოცარი სახელი დარქმეოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მას ნათლისმცემელს უწოდებთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იოანე ნათლისმცემელმა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მონათლა. ეს რა თქმა უნდა ესე არ არის. რა თქმა უნდა, უფალმა მონათლა ყველა და რა თქმა უნდა, უფალმა აკურთხა, მაგრამ იოანე ნათლისმცემელმა შეასრულა ფორმალურად წესი, რომელიც უნდა შეესრულებინა ყველა ებრაელი. ეს იყო საოცრად თავდაბალი ადამიანი. ეს იყო ადამიანი, რომელიც ფაქტიურად დედამიწაზე ცხოვრობდა როგორც ნამდვილი ანგელოზი. და ამიტომ ადამიანებმაც განსაკუთრებით ირწმუნეს მისი და როდესაც უფალი მობრძანდა დედამიწაზე ჯერ კიდევ მაშინ უფლის სიცოცხლეშივე იოანეს საოცარი სიყვარული, საოცარი ავტორიტეტი, საოცარი რწმენა ჰქონდა ადამიანებში და მას შემდეგაც რა თქმა უნდა აგერ 2000 წელი გავიდა და
იონე ნათლისმცემელი არის სრულებით განსაკუთრებული წმინდანი აი წმინდათა დიდდაში. და დღეს ჩვენ დღესასწაულობთ სწორედ მის ამ ქვეყნიური ცხოვრების დასასრულს, მის მოწამეობრივ აღსასრულს, რომლისკენაც იგი მთელი არსებით ილყოდა. მან არავითარი შიში, არავითარი კომპრომისი არ დაუშვა. პირიქით იგი როგორც მთელი თავისი ცოცხლით, მთელი თავისი არსებით ემსახურებოდა უფალს, მისი უდიდესი სურვილი იყო, რომ მას ეს ყველაფერი დაემოწმებინა თავისი მოწამეობრივი აღსასრული და როგორც მის მიმართ ნათქვამ ლოცვებში არის, აი ამ მოწამეთა გვირგვინსაც არ დააკლდა იგი. ან ყველანაირი ჯული, ყველანაირი წესი აღასრულა ძველი აღთქმისა და ახალი აღთქმისა და ბოლოს მოწამეობრივი გვირგვინის დაიმსახურა. და დღეს ჩვენ სწორედ იონე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავთ, დღესასწაულობთ და ვევედრებით წმინდა იონეს, რომ იგი განსაკუთრებული მეოხინა მფარველი იყოს ჩვენი და სულ საქართველოს. დამასკოში ძალიან ბევრი წმინდა ადგილია. თქვენი ცით ეს ბიბლიური ქალაქია, მაგრამ იქ არის ადგილი, სადაც დღეს ინახება იონე ნათლისმცემლის თავი. დღევანდელ დღეს. ეხლა როგორ არის ეს საქმე? ესე იგი იყო ქრისტიანული ტაძარი. მერე როდესაც ეს მუსლიმანები შემოიჭრენ და დაიპყრეს იქაურობა, ქრისტიანებმა იმისათვის რომ ეს წმინდა ნათლისმცემლის თავი დაეცვათ და მუსლიმანებს ხელში არ ჩავარდნოდათ, გათხარეს დიდი ჭა, ძალიან ღრმა ჭა არის, რამდენიმე მეტრის სიღრმის, ეს თავი ჩააბრძანეს შიგნით და ქვებით ამოავსეს ეს ჭა. როდესაც შემოვიდნენ მუსლიმანები, მათ იცოდნენ რომ ეს თავი ინახებოდა დამასკოში, დაუწყეს ამ ადგილს ძებნას, აღმოაჩინეს ეს ადგილი და თქვენი ცით რომ მუსლიმანები იონე ნათლისმცემელს თაყვანს. მათთვის იგი როგორც დიდი წინასწარმეტყველი ისე. ამიტომ იქ გადააკეთეს მეჩეთად, დღეს არის იქ მოქმედი მეჩეთი და რამდენჯერმე დააპირეს თავის ამოღება და სხვათა შორის თაყვანისცემისათვის, იმიტომ რომ მათაც უნდათ რომ თაყვანისცემ. მაგრამ იონე ნათლისმცემელმა არ ინება მათთან მისვლა და რა ხდებოდა? რამდენი დაიწყებდნენ ამ ქვების ამოღებას, დღემდე სისხლი ამოდის. საოცარი სასწაული ხდება რა. სისხლი ამოდის, რამდენჯერმე ამოვიდა სისხლი და შეშინებულები ხა რაღაც გააგრძელებდნენ თქვას და არაფერს უბრალოდ არის და არის ისე სცემენ ესე იგი ზემოდან თაყვანს. ჩვენ ბედნიერი ერი ვართ, რომ ჩვენთან იმყოფება იონე ნათლისმცემლის თითი თეგლათის დედათა მონასტერში. სხვა დიდი სიწმინდეები და ბედნიერი ვართ იმითაც, რომ იონე ნათლისმცემლის თავი ინახებოდა რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში საქართველოში კომანთან ახლოს. მე მინდა მოგილოცოთ თქვენ ყველას ეს დღესასწაული და მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისათვის ამ წმინდა ადგილას. და მე მინდა ერთი-ორი სიტყვით ამ ადგილის შესახებ მოგახსენოთ. ეს ნამდვილად განსაკუთრებულად თქვენ ყველანი გძნობ და ხედავთ, რომ ეს არის წმინდა ადგილი. და მინდა გითხრათ, რომ ჟამთა სიავემ ჩვენ არ შემოგვინახა ამ საოცარი ტაძრის აღმაშენებელთა სახელები. აი ეს ყველაფერი ერთად ჯამში შეადგენს იმას, რასაც ქვია ის სიყვარული უფლისადმი, თორე თუმცა იმასაც აქვს ძალიან მისტიური მნიშვნელობა. აბა ნათლობა ხო წყლით ხდებოდა იონე ნათლისმცემლის. მაგასო ფაიდა. ჩვენ ახლა მანქანით გამოვიდით, ავიცი დახლა. აქედან გადი ფეხით. აქედან ფეხით უნდა. ვისაც არ შეუძლია. გავიდეთ ფეხით. თქვენ გონიათ ვერ შეუძლია ჩარშან ყავდა მერთი, ჩვენი მრევლია გივი ძაგანია. კორპუსიდან ეკლესიამდე ვერ მოდის. აი გამოვიდა. ამოვიდა თაზებში. აქედან მაინც გვაპატიოს. კაცთათვის შეუძლებელი, შესაძლებელია უფლისთვის. ნუ ეს თქვენ აქედან მაინც გავაპატიოს. და ჩამოვალ კიდეს. მართლაც დიდია დღევანდელი დღე. უპირველესად იმით, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვახსენებთ აი ეს მოვლენა თავის მოკვეთის, რომ თუ კი კანონი საწინააღმდეგო რამეს ჩადის, ჩვენ არ უნდა ვიყოთ პირფერნი, არ უნდა ვიყოთ კაცმოთნენი, ჩვენ უნდა მიუთითოთ აი ამ დანაშაულზე, ჩვენ უნდა უთხრათ, რომ ეს არის უწესობა. ერთმა შეიწიროს თქვენი მოსვლა, აი მდინარეში გადმოსვლა, აქ თაზე ამოსვლა, ეს არის თქვენი რწმენის გამოხატულება, ეს არის გამოხატულება დიდი პატივისცემისა ჩვენი წინაპრებისადმი, ჩვენი ისტორიისადმი. მერთმა დაგლოცვა და ღმერთმა მრავალს დაგასწრო. მე გადასახადო პუნქტი დაულოცოთ. გილოცავთ იონე ნათლისმცემლის დღესასწაულს, რავას დაესწარით. მინდა იონე ნათლისმცემელმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დიდი მადლობა. თქვენთან ერთად მერთმა დაგლოცოთ და წმინდა იონე ნათლისმცემელმა დაგლოცოთ თქვენ, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ერი გაამთლიანოს და გაახაროს.
თქვენთან ერთად. ელა ბარბარე მარტო გადავიდეს, კარგია. მარტო შენ კიდო დაგასწრე. აი დიდება და ნათლის ცემელსა დიდება და დიდება და დიდება ყველა წინდანსა გოგო ყვალე თქვენი Aweditan. Dide bada nagli